გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძემ შპს საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლევან ხაზიურმა 2025 წლის სარწყავი სეზონის დაწყების აღსანიშნად სიმბოლურად ლაკბეს რეაბილიტირებული წყალსაცავის წყალგამშვები ურდული გახსნეს. სარწყავ სისტემაში წყლის გაშვების პროცესს ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ. მინისტრის მოადგილემ სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებაში მელიორაციის როლზე ისაუბრა. გიგლა თამაზაშვილმა ადგილობრივებთან რეგიონის განვითარებისთვის სამელიორაციო სისტემების გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. აღსანიშნავია, რომ კახეთის რეგიონში 2012-24 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად დამატებით 20,140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი. სარწყავი წყლის მიწოდება 16,285 ჰექტარზე გაუმჯობესდა. დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8,725 ჰექტარია. მელიორაციას და მიწის მართვის გაუმჯობესებას, ირიგაციას, დრენაჟს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სოფლის მეურნეობის განვითარებაში და სამინისტრო გააგრძელებს სამმართველობით აქტიურ მუშაობას. დღეს ამ ახალი ობიექტის გახსნაზე ვიმყოფებით, მივაჩნია, რომ მნიშვნელოვანი ობიექტი შეემატა ჩვენ სოფლის მეურნეობას და მიაწვდის წყალს ფერმერებს წარმატებით. აღნიშნულ წყალსაცავში დღესდღეობით აკუმულირებულია 1,800,000 კუბი წყალი, რაც სრულად შეავსებს იმ დეფიციტს, რომელიც მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ჭირდება. წყალსაცავის შექმნის დაბადებით დებეთს განსაკუთრებით გვალვის პირობებში, რაც აქტუალურია და მოსახლეობას უფრო გაუვადვილდება, რომ თავიანთი სავარგულები გორწყონ და შესაბამისად მოსავალიც მოიყვანონ გაცილებით უკეთესი. წყალს დიდი მნიშვნელობა აქვს იმით, რომ თუ მორწყავთ მოსავალ მივიღებთ უმაღლეს მოსავალს. გექტარზე მოყვა დაახლოებით 20-25 ტონა, თუ მორწყავთ, თუ ვერ მორწყავთ 10-15 ტონა.